Საამშვიდობისა, მივესალმები რუსთაველის ტელემაყურებელს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც სწორედ დღევანდელი დღისთვის მოიმარაგეთ ბილეთები, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, შეავსეთ შესაბამისი კომბინაცია და ახლა უკვე ელოდებით თქვენს იღბალს. მით უმეტეს რომ ჯეკპოტიც დღითი დღე იზრდება და მეორე კატეგორიაც არის მაქსიმუმზე, შეიძლება ითქვას რომ ისტორიულ მაქსიმუმზე. ჯეკპოტს რაც შეეხება 742,476 ლარი გვაქვს ამ დროის მონაცემებით გასათამაშებელი და მეორე კატეგორიაც არ ჩამორჩება სხვათა შორის 373,000 ლარს გასცდა. აი ესე მიფრინავს. წავედით ახლა ჩვენ გავფრინდეთ ღილაკისკენ და აბა თქვენი იღბალიც მოფრინდეს თქვენთან, ამას გისურვებთ. 3-2-1 ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი და ვნახოთ აბა როგორ კომბინაცია შემოგთავაზებს დღეისთვის ის და რომელი ბურთი გახსნის დღევანდელ გათამაშებას. 12 შემოგთავაზა პირველი წითელი და კვასკვასა ლოტოტრონმა. დაველოდებით უკვე მეორე მომგებიან ბურთს და ის გახლავთ ნომერი 18. აი ესე წითელს მოუსკუბდა გვერდით მწვანე ფერიც. გვაქვს 12, 18 და შემდეგი მომგებიანი ბურთი გახლავთ 28. აი ესე ერთი ფერიც გვაკლია პრინციპში და ფერთა გამა შეიკრება. არა, წითელმა იმარჯვა და 24 შემოუგორდა გვერდით 28-ს. ველოდებით უკვე მეხუთე მომგებიან ბურთს. ნახოთ რა შემოგთავაზებს ლოტოტრონი. და 7-იანი იღბლის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის აი ეს 7-იანი, იღბლიანი 7-იანი. და მე-6 ძირითად ბურთსაც ველოდებით და ის გახლავთ ნომერი 19. აი ესე გვაქვს უკვე 6 ძირითადი ბურთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის მოსაგებად და გასათამაშებლად და 4-იანიც შემოგთავაზა ბონუს რიცხვად ჩვენმა ლოტოტრონმა და კიდევ ერთხელ თავისთავად ცხადია რომ გადავიმეორებთ კომბინაციას, რომელიც გვაქვს დღეისთვის. 12, 18, 28, 24, 7, 19 და ბონუს რიცხვი გახლავთ 4-იანი. მე ძალიან მინდა რომ თქვენს ტელეეკრანებთან ახლა იყოს სიხარულისგან გამოწვეული ჟრიამული, თუმცა ეს ჟრიამული ეწვია ფოჩი, ქალბატონ მზია ნანული ფოფხაძეს, რომელმაც მომენტალურ ლატარიაში ფარაონი მოიგო 50,000 ლარი. მოდით გავიზიაროთ მისი სიხარული და შემდეგ ჩვენ სიხარულებს დავუბრუნდეთ. ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად ქალაქ ფოჩში 78 წლის ქალბატონ მზია ფოფხაძეს ვესტუმრეთ, რომელმაც გადასაფრთხე ლატარია ფარაონში 50,000 ლარი მოიგო. მოდით ვესტუმროთ ქალბატონ მზიას და გავიგოთ მისი ნამდვილი ბედნიერი ემოციების შესახებ. გადავფრინდები ბილეთი და ვიდეო ახლა უჭკუო არ ვარ. გადავფრინდე დიდი თანხა. ვაიმე თვალე ასე ამევიწმინდე თვალი ბებო. თუ ამდენი მეთქი და მივეცი იქინე ყინისიგია ბუტკა ჯიხური. შორენა ნახე გოგო ერთი რამე არის რამე არის კარა 50,000 და გილაცავ ნანული. რაში დახარჯავთ მოგებულ თანხას? აი ბებია პატარა ხანში 50 წლის იქნება ბიჭი ჩემი და თოლს მოაღვანიები. თქვენ კი გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ყველას გისურვებთ მსგავს დადებით ემოციებს. ქალბატონ ნანულის მიულოცოთ დიდი სიყვარული და მის შვილს კიდე გაბედნიერება უსურვოთ ძალიან მალე და ჩვენს გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა ბედნიერებები. რა ხდება მესამე კატეგორიაში? გავათამაშეთ 2,266 ლარი, რომელიც გაინაწილა 4 ადამიანმა, მოგებამ ბილეთზე შეადგინა 566 ლარი. მეოთხე კატეგორიაში ყავს გამარჯვებულები თან 6, 1,569 ლარი გაინაწილა 6 ადამიანმა, 261 ლარი ერგოთ მათ წილად და მეხუთე მე-6 კატეგორიებში კლავინდებურად ბევრი გამარჯვებული, თუმცა გვჭება გაუთამაშებელი მეორე კატეგორია და ჯეკპოტი, რომელიც დღითი დღე იზრდება და იზრდება. შესაბამისად, თქვენც მეტი შანსი გაქვთ, კიდევ უფრო მეტი თანხა მოიგოთ. შეგახსენებთ სიტყვებს, იგებს ის ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას. ბედნიერი საღამო.